მაგარ რაღაცას გეტყვით ამ სირბილთან დაკავშირებით, საერთოდ როგორ შემოვარდნენ ეს აფრიკის საზოგადოება ოლიმპიადაზე ოქროს იმაში. მოკლედ, აბებე ბიკილა იყო ესეთი ცნობილი მომბენალი, ხო იცი რა. კი, ხო, ნუ და რომის ოლიმპიადა. ძალიან იბერებს თავს. ხო, მაგრამ ჩვენ დროს ვიცნობდით, ხო რა? რაღაც 66-იანი. ხო, 66-იანი, მაგრამ 60 ვიცოდით ისტორია მის, იმიტომ რომ ნახე რა ხდება. ესე იგი, ფეხშველა მოიგო ოლიმპიადა. იყო მწყემსი მარათონი მოიგო 42 და 186 მეტრა. როგორ მოიგო, რომ ეთიოპიელი მწყემსი იყო ცხრების. ხო და ფეხშველა იყო და ხალხი ლიცენზია გვაქვს, წამო ხო არ ირბენ, წამოიყვანეს და ფეხშველა რომ მოიგო უჩივლე 60 წელს მოიგო ოლიმპიადა. რომში მოიგო და უჩივლეს. აიტყვა ფეხით რომ დარბოდაო თვითონ სიცხეში ასვათ დარბია ხალხი. ფეხშველა იყო მოჭიდება ქონდა რაღაცა და უჩივლეს და თამაში და ლაივი და ტელევიზია და ეს არ შეეცოდა თუ უჩივლე. მოვიდა გავიდა 4 წელი გაუძლა რაღაცა ცუდა აუბრას და იმას და ახლა ჩააცვეს, ნუ მაშინ რა იყო ნაიკი ადას ავის რაც იყო მოდაში ჩააცვეს უკვე და მოვიდეს ოლიმპიადაში ჩააცვეს და მოიგო კიდე. ჩაცმულო უკვე რავი რაღაც ჩაიცოდა. ეხა უჭირეს მაიკა არ ეცვა. არა, ვერაფერი ვეღარ ვთქვა დგას, ეხლა და მოვარდნენ ეს ტელევიზიები, რაც იყო მაშინ ეხლა აღარ ჩამოთვლი ამ იმერს და აბა მიკროფონები ხა ჟურნალისტები ხო იცი როგორ უყავს, არა პირველმა აიღოს იქ და ეს დაწყნობით ყველას გიპასუხებთო და ესეთი ისა და ოფიციალური ისა მე ოლიმპიადაზე ხა ჩირაღდანიც ანთებინეს ცეცხლი და ესეთი კითხვა დაუსვით. შინაო ეხლა მეორე ჯილ დაამტკიცე რომ პლანეტაზეო და მსოფლიოში ყველაზე მაგარი მორბენალი. ეგო რას ნიშნავს? როგორ და აი მედალი რო აიღეს, ის ყველაზე მაგრად არ მიხარ მსოფლიოში. ესე გაწია თავი აქეთ. ბიჭო, კამერები გაწიეთ. რატო და ჩემ სოფელში ერთი 20 კაცი მასწავლებს, უბრალოდ არ იციან რომ შეჯიბრი თავი მახმაჯი.